მოგესალმებით, მე გახლავთ მანანა ჯავახიშვილი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელი. ჩვენი საგამოცდო პროგრამა ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას და მოიცავს როგორც მსოფლიო ისტორიის, ასევე საქართველოს ისტორიის საკითხებს უძველესი დროიდან მე-20 საუკუნის ჩათვლით. ტესტი არის 60 ქულიანი, გამოცდის ქრონომეტრაჟი არის 2 საათი და 40 წუთი. ტესტი შედგება 4 ტიპის დავალებისაგან. პირველი ტიპის დავალება არის დახურული დავალებების ბლოკი, 35 დავალება შედის პირველ ბლოკში. თითოეული დავალების მაქსიმალური შეფასება 1, შესაბამისად, ეს არის 35 ქულიანი ბლოკი. დასმულია შეკითხვა, ამ შეკითხვას მოყვება 4 სავარაუდო პასუხი და მხოლოდ 1 პასუხი არის სწორი. აქ მოწმდება როგორც ფაქტობრივი ცოდნა და მისი გამოვლენის უნარი, ამავე დროს იგივე მიზეზშედეგობრივი კავშირების დაჭერა, ძირითადი მნიშვნელოვანი მახასიათებლების გამოყოფა ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით და კრიტიკული აზროვნება. მეორე ბლოკიც ასევე დახურული დავალებებისგან შედგება, ეს არის ისტორიული რუკის ანალიზი. მოცემულია უცნობი ან შესაძლოა ნაცნობიც კი ისტორიული რუკა თავისი ლეგენდით. მას მოყვება 6 ქვეკითხვა, თითოეული კითხვა ერთგულიანია. აქ უკვე აბიტურიენტმა უნდა გამოავლინოს პირველ რიგში რუკის წაკითხვის უნარი. მას უნდა შეეძლოს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროსი, რუკის ლეგენდის წაკითხვა, აღქმა, მისი ისტორიულ კონტექსტში ჩასმა და დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა. მესამე ტიპის დავალება ეს არის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის ან პიროვნების, ან თქვათ იგივე ისტორიული დოკუმენტის ანალიზი. დავალებას მოსდევს ღია ტიპის შეკითხვები. აბიტურიენტმა უნდა გამოავლინოს კრიტიკული აზროვნების უნარი, არგუმენტირებული მსჯელობის უნარი, შეფასების უნარი, შეძლოს ამ მოვლენის ანალოგიის მოძებნა ისტორიაში. ეს დავალება არის 5ქულიანი. და ბოლო დავალება, ეს არის ტრადიციულად უცნობი ისტორიული წყარო, ეს წყარო არის წერილობითი ხასიათის, შეიძლება იყოს ნარატიული, ან შეიძლება იყოს დოკუმენტური, რომელსაც თან ახლავს ღია ტიპის დავალებები, შეკითხვები და ეს დავალება არის 14 ქულიანი. ხშირია, როდესაც ჩვენ ვიღებთ ზოგად პასუხს, რომელიც მათი აზრით მოერგება ნებისმიერ შეკითხვას. ასეთი ტიპის პასუხები, აი თქვა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ან დიდი გავლენა მოახდინა, მაგრამ არ არის კონკრეტიკა. ასეთ პასუხებს ჩვენ ვანულებთ, მასში არ იწერება ქულა, რადგან ჩვენ კონკრეტიკას ვითხოვთ და ეს პასუხი შეიძლება მოერგოს ნებისმიერ სხვა შეკითხვას. გარდა ამისა, ხარვეზები არის ტექნიკური ხასიათი. ესე მაგალითად, ხარვეზებით არის ნაწერი გადმოცემული და გასწორებისას ძალიან ჭირს მისი გარჩევა. ამიტომ ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ მკაფიოდ და გარკვევით წერონ, რათა შემდგომ პრობლემები არ გაჩნდეს გასწორების პროცესში. გარდა ამისა, უნდა მიაქციოს ყურადღება აბიტურიენტმა, თქვათ, მოთხოვნაში მრავალი კომპონენტის დასახელებაა საჭირო თუ მხოლოდ ერთი. ამას მიხვდება, რა თქმა უნდა, მრავლობითში იქნება მოცემული კითხვა თუ მხოლობითში და ამას მიაქციოს ყურადღება და არ იჩქაროს პირველ რიგში. კარგად გულდასმით უნდა წაიკითხოს ინსტრუქცია, დავალების ინსტრუქცია და მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყოს მუშაობა ტესტზე. ვურჩევდი ასევე, რომ მიყვეს იმ თანმიმდევრობას ტესტის, როგორითაც არის ტესტი აგებული. ხშირად, თქვათ, აბიტურიენტები ფიქრობენ, რომ აი მოდი ბოლო დავალებას გავაკეთებ ჯერ, ან და შუა დავალებას და ასე შემდეგ, მაგრამ თვითონ ტესტის აგების დროს ჩვენ ეს ყველაფერი გათვალისწინებული გვაქვს და ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ მიყვნენ თანმიმდევრობით ტესტს და რა თქმა უნდა, შემდგომ, როცა დაასრულებენ, კვლავ გადახედონ, რომ არ გაეპაროთ რაიმე შეცდომა და რა თქმა უნდა, ბოლოს ვუსურვებ მათ წარმატებებს 2025 წლის ეროვნულ გამოცდებს.